დღევანდელი ჩვენი თემა არის გულის რითმის დარღვევები, არითმიები, ანუ დისრითმიები, რომელსაც 4 ნაწილად დავყოფთ. ეს არის სინუსური არითმიები, წინაგლოვანი არითმიები, ავეკვანძოვანი არითმიები და ბოლოს პარგუჭოვანი არითმიები. სანამ არითმიებზე გადავიდოდეთ, მანამდე ერთხელ გავიხსენოთ თუ როგორ დავთვალოთ EKG-ზე გულის სიხშირე. პირველ რიგში ვიღებთ ორ ერკბილს და ამ ორ ერკბილს შორის ვიცვლით პატარა კუბიკების რაოდენობას. შემდეგ 3-ს გავყოფთ ამ პატარა კუბიკების რაოდენობას და მიღებული რიცხვი გვიჩვენებს უკვე გულის რითმს. სინუსური ბრადიკარდიის შემთხვევაში გულის რითმი 60-ზე ნაკლებია. ჩვენს მოყანილ მაგალითზეც თუ დავაკვირდებით, პატარა კუბიკების რაოდენობა 10 არის, 3-ს გავყოფთ 10-ზე და მივიღებთ 30-ს. სინუსური ტაქიკარდიის შემთხვევაში კი გულის რითმი დაახლოებით 100 არის, 90-დან ზევით არის და მოყანილ მაგალითზე ხედავთ, რომ პატარა კუბიკები სადღაც 3 არის, ოდნავ მეტი და 3-ს თუ გავყოფთ 3-ზე 100 იქნება რითმი და ანუ ესეც სინუსური ტაქიკარდია. მესამე როგორც ახსენე, ეს ყო ფიზიოლოგიური არითმია. ფიზიოლოგიური არითმია გულისხმობს სუნთქვის ფაზების მიხედვით სიხშირის ცვლილებას და მაგალითად ამოსუნთქვის შემთხვევაში გვაქვს ბრადიკარდიული ცვლილებები, ხოლო ჩასუნთქვის შემთხვევაში გვაქვს ტაქიკარდიული ცვლილებები. აქვე დავამატოთ ისიც, რომ რითმი არის არარეგულარული, ანუ ყოველ ქუარეს შორის განსხვავებულია მანძილი და ეს სხვაობა დაახლოებით 0.12 წამია, ანუ სადაც 3 კუბიკია და ამ მაგალითზე თუ პირველი ქუარესი იყო 10 კუბიკი, მეორეს ხედავთ რომ უკვე 7 კუბიკია, სწორედ იმას გულისხმობს, რომ ეს არის ფიზიოლოგიური, ანუ სუნთქვითი არითმია. გადავიდეთ უკვე წინაგლოვანი დისრითმიებზე. წინაგლოვანი დისრითმიები დავიწყოთ ექსტრასისტოლა. ექსტრასისტოლა და ზოგადად ყველა წინაგლოვანი დისრითმია გამოწვეულია ექტოპიური კერიდან იმპულსის, ანუ ექტოპიური კერის მიერ იმპულსის წარმოქმნით. და ექსტრასისტოლა არის რიგარეშე შეკუმშვები. რიგარეშე შეკუმშვები გვაქვს ბიგემინური და გვაქვს ტრიგემინური. ბიგემინური იმას ნიშნავს, რომ ყოველი ნორმალური ქუარესის შემდეგ ყოველი მეორე ეს არის პათოლოგიური ქუარესი და ამ პათოლოგიური ქუარეს მოყვება გახანგრძლივებული პაუზა. ტრიგემინური შემთხვევაში ალბათ მიხვდებოდით, რომ ყოველი ორი ნორმალურის შემდეგ მესამე უკვე პათოლოგიურია. ასევე გვაქვს ორი სხვა ტიპის ცვლილება EKG-ზე. პირველი ეს არის ქუარესის ბლოკი, რაც იმას გულისხმობს, რომ ექტოპიური კერიდან წარმოქმნილმა იმპულსმა აღაგზავნა მხოლოდ წინაგული, ანუ შეიკუმშვა და გვაქვს პეკბილი. თუმცა იმპულსი, როდესაც მივიდა ავეკვანტში, ავეკვანტს არ გაატარა და საბოლოო ჯამში ქუარეს კომპლექსი არ გვაქვს. ანუ ის მაგივრად იზოელექტრული ხაზი გვაქვს. შემდეგ ამას მოყვა ისევ ნორმალური პეკბილი და ნორმალური ქუარესი. და ბოლოს აშმანის ფენომენი. აშმანის ფენომენი იგივე, ანუ დაახლოებით მოვიდა წინაგული ექტოპიური კერიდან, იმპულსმა მიაღწია ავეკვანტზამდე, ავეკვანტში კი გატარდა, თუმცა მარჯვენა ჰისის კონა იყო რეფრაქტორების ფაზაში, ანუ აღარ შეეძლო იმპულსის გატარება და საბოლოო ჯამში ესეთი ტიპის ქუარის კომპლექსი მივიღეთ, რომელიც ჩვენი წინა ვიდეოებიდან უკვე გემახსოვრებათ, რომ ეს არის მარჯვენა ჰისის კონის ბლოკადის მსგავსი ქუარესი. გადავიდეთ წინაგულების ციმციმზე და თრთოლვაზე. ესეც ექტოპიური კერიდან მომდინარე იმპულსებია, რომელთა სიხშირე უკვე შედარებით მეტი არის. ციმციმის შემთხვევაში 400-600-ია. ციმციმის შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი პეკბილი, გვაქვს დაბალი ამპლიტუდის ტალღები, გვაქვს ქუარესები, რომლებიც არარეგულარულია ისევ და მათ შორის მანძილი განსხვავებულია. ციმციმი კლინიკურად იმიტოა მნიშვნელოვანი, რომ მას ხშირად ახასიათებს პარკუჭოვან, ასე ვთქვათ, დისრითმიებში გადასვლა, თუ გარკვეული დროის მერე არ მოხსენით, ამიტომ ციმციმი რაც შევა მალე უნდა მოუხსნათ პაციენტს. რაც შეეხება თრთოლვას, თრთოლვის შემთხვევაში სიხშირე შედარებით დაბალია, 200-დან 300-მდე მერყეობს, ოღონდ აქ საუბარია, რა თქმა უნდა, წინაგულების შეკუმშვის სიხშირეზე, პარკუჭების სიხშირე შედარებით ნაკლები იქნება. თრთოლვის დროს გვაქვს F-ტალღები, ეს ხერხისებური ტალღები, რომელთა შესაბამისად უფრო მარტივია ამის ამოცნობა EKG-ზე და კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს ტიპიური და ატიპიური. ჩვენს მიერ მოყანილი მაგალითი არის ატიპიური, რაც იმას გულისხმობს, რომ F-ტალღის მწვერვალები იზოელექტრული ხაზის ზევით მდებარეობს ქვედა განხრებში, ანუ მეორე, მესამე სტანდარტულ და AVF განხრებში. ტიპიური შემთხვევაში კი პირიქით F-ტალღების მწვერვალები, ასე ვთქვათ, იზოელექტრული ხაზის ქვევით არის უარყოფითია ამ მეორე, მესამე და AVF განხრებში. და ბოლო წინაგლოვანი, ასე ვთქვათ, დისრითმია, მოყანილია მულტიფოკალური ტაქიკარდია და სანამ მულტიფოკალური ტაქიკარდიაზე გადავიდეთ, მანამდე გავიხსენოთ რეენტრი მექანიზმი. რა არის რეენტრი მექანიზმი და ამისათვის ისევ გადავიდეთ გულის გამტარ სისტემაზე. ნუ ნორმალში ვიცით, რომ სინივატრიალური კვანძიდან იმპულსი გადადის ავეკვანტში, შემდეგ ჰისის კონებში და ვიღებთ აგზნებას, გულის შეკუმშვას. ასეთ დროს სადღაც წინაგულებში წარმოქმნა ექტოპიური კერა, თუ დააკვირდებით, რომელმაც იმპულსი გაგზავნა ავეკვანტში, მანაც მოიარა ჰისის კონა, თუმცა ჰისის კონიდან დაბრუნდა ისევ საწყის, ანუ ექტოპიურ კერაში.
ისე დროს დაბრუნდა, როცა სინუატრიალური კვანძიდან იმპულსი ჯერ არ გამოსულა და ისევ წრეზე წავიდა. ანუ წრეზე ტრიალებს ერთი იმპულსი და საბოლოო ჯამში იწვევს გულის აგზნებას. მულტიფოკალური ტაქიკარდია, ესე იგი, ეს ვთქვათ, რეენტრი მექანიზმის სიხშირე 90-ზე მეტი არის, ხოლო თუ 90-ზე ნაკლები, ამ შემთხვევაში გვაქვს წინაგულოვანი ექტოპიური რითმი. EKG-ზე ამოვიცნობთ პეკბილის ცვლილებებით, თუ დააკვირდებით. პირველი პეკბილი ნორმალურს გავს, მეორე უკვე მაღალი ამპლიტუდით არის, მესამე საერთოდ უარყოფითია, ანუ ვაკვირდებით პეკბილებს. და ზოგადად უმეტეს უმჯობესია თუ მეორე სტანდარტულ განხრას დავაკვირდებით, იმიტომ რომ სინუსური და სხვა წინაგულოვანი დისრითმიების დროს მეორე სტანდარტულ განხრაში კარგად გამოისახება პეკბილი. მერე გადავიდეთ უკვე ავეკვანძის დისრითმიებზე, რომელიც გვაქვს 3 ასევე. ავეკვანძის დისრითმიებია ანუ ავეკვანძოვანი რეენტრი ტაქიკარდია, უბრალოდ ავე-რეენტრი ტაქიკარდია და ბოლოს კვანძოვანი რითმი. რა განსხვავება? ავეკვანძოვანი რეენტრი ტაქიკარდიის დროს ეს ექტოპიური კერა მოთავსებულია უშუალოდ ავეკვანძში. და ჩვეულებრივ თუ დააკვირდებით, გვაქვს ქუარის კომპლექსი და ქუარის კომპლექსის მერე მოდის პეკბილი. ესე მასეც მომატებული რითმი იქნება და დაახლოებით მსგავს ქუარის კომპლექსებს მივიღებთ და ზოგადად EKG-ს. ავე-რეენტრი ტაქიკარდიის დროს კი ექტოპიური კერა არ არის მოთავსებული ანუ კვანძში, თვითონ ავეკვანძში. მოთავსებულია კვანძთან ახლოს, ანუ ახალი გზა წარმოიქმნება წინაგულებსა და პარკუჭებს შორის, აიგზნება და ამ შემთხვევაში არ გვაქვს საერთოდ პეკბილი, გვაქვს მხოლოდ ქუარის კომპლექსები. და მსგავსი ტიპის EKG-ს მივიღებთ, თუმცა არ გაგიკვირდეთ თუ ეს ქუარის კომპლექსები ზოგჯერ დიაგონალურად იზოელექტრული ხაზის ქვევით ჩავიდეს, შემდეგ ისევ ზემოთ ამოვიდეს, ესეთი რამე შეიძლება მოხდეს EKG-ზე და დავამახსოვროთ, რომ უმეტესად ავე-რეენტრი ტაქიკარდიას ახასიათებს. და ბოლოს კვანძოვანი რითმი. კვანძოვანი რითმის შემთხვევაში, ვიცით, რომ ნორმაში სინუატრიალური კვანძი ასრულებს პეისმეიკერის ფუნქციებს, თუმცა კვანძოვანი რითმის შემთხვევაში ამ როლს უკვე ავეკვანძი ითავსებს, მისი სიხშირე 60-ზე დაბალია ჩვეულებრივ და გვაქვს ორი ტიპის კომპლექსი შეიძლება მივიღოთ. პირველი, როდესაც პეკბილი ყოველთვის უარყოფითია და შეიძლება იყოს ქუარის კომპლექსის წინ და მეორე ვარიანტია, როცა ქუარის კომპლექსის შემდეგ მოდის პეკბილი და ესე ვიღებთ უბრალოდ კვანძოვანი რითმის სწორედ ამასგულისხმობს. შემდეგ გადავიდეთ უკვე პარკუჭოვან დისრითმიებზე. პარკუჭოვანი დისრითმიები არსებობს 4 სახის, ეს არის ექსტრასისტოლები, ტაქიკარდია, ფიბრილაცია და თრთოლვა. დავიწყოთ ტაქიკარდიით, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს როგორც პოლიმორფული და შეიძლება შეგვხვდეს როგორც მონომორფული. პოლიმორფულის დროს ალბათ ხვდებით, რომ ქუარასები ერთმანეთს არ გავს, ხოლო მონომორფულის დროს დაახლოებით ერთნაირია. ტაქიკარდიის შემთხვევაში ვიყენებთ ბრუგადეს კრიტერიუმებს, რომელიც 3 პირობას გვეყენებს და ამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს EKG. პირველი არის კონკორდანტობა. კონკორდანტობა იმას გულისხმობს, რომ ვილსონის განხრებში ყველა ქუარის კომპლექსი ან დადებითი არის, ან უარყოფითი. ჩვენ მაგალითად ხედავთ, რომ ვილსონის განხრებში ყველა ქუარის კომპლექსი უარყოფითია. ასევე ქუარის კომპლექსები შედარებით განიერია და მსგავსი ფორმა აქვს. დისკონკორდანტული შემთხვევაში დაინახავთ, რომ ზოგი ქუარესი დადებითია, ზოგი უარყოფითია, დისკონკორდანტულია და ეს კონკრეტული EKG არ აკმაყოფილებს ბრუგადეს კრიტერიუმებს. შემდეგ კრიტერიუმი კი არის მანძილი. ერთ და ეს კბილებს შორის მანძილი. ყოველთვის 0.2 წამზე მეტი უნდა იყოს, ხანგრძლივობა, იგივე პატარა 5 კუბიკი და თუ ესეც დადასტურდა, ესეც ერთ-ერთი პირობაა და ბოლო ეს არის დისოციაციური რითმი, რაც იმას გულისხმობს, რომ პარკუჭები იკუმშება თავისი რითმით, ხოლო წინაგულები თავისი რითმით, განსხვავებული რითმი აქვს. გადავიდეთ ექსტრასისტოლაზე. ექსტრასისტოლა, არსებობს როგორც ბიგემინური და არსებობს როგორც ტრიგემინური, როგორც წინაგულების შემთხვევაში. აქ გვაქვს ტრიგემინური მოყვანილი. განსხვავება არის თვითონ ქუარის კომპლექსი, რომელიც შედარებით განიერია და ესეთი ფორმით გვხვდება ხოლმე EKG-ზე. არ გვხვდება არც ქუარის ბლოკირება და არ გვხვდება არც აშმანის ფენომენი. და ბოლოს პარკუჭოვანი ფიბრილაცია, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ყველაზე საშიში დისრითმია, ამ დროს პარკუჭების შეკუმშვის სიხშირე 400-ზე მეტი არის და თუ რამდენიმე წუთში არ მოხსენით პარკუჭოვანი ფიბრილაცია, პაციენტი დაგვეღუპება. ეს არის პოლიმორფული, სიხშირე 400-ზე მეტია, როგორც თქვი, და თუ ხედავთ მსგავს რამეს, ვიწყებთ ეგრევე მკურნალობას. ასევე არსებობს თრთოლვაც, განსხვავება ფიბრილაციასა და თრთოლვას შორის ის არის, რომ თრთოლვა არის უფრო მონომორფული და სიხშირე დაახლოებით 200-დან იწყება 200-დან 300-მდეა უფრო და შეიძლება შეგვხვდეს როგორც მხოლოდ მსგავსი ტიპის ქუარესი, ამ ერთის მსგავსი შეიძლება იყოს უფრო წვეტიანი ქუარესი, მაგრამ ყველა ქუარესი ერთმანეთის მსგავსია. ეს იყო ჩვენი ვიდეო გულის რითმის დარღვევებზე.
შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, დალაიქეთ ჩვენი ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი.